ძალიან კაი რამეა ეს TikTok-ი. ანუ ადამიანებს შეუძლიათ პირდაპირ დაგიწერონ, რასაც ფიქრობენ, მოურიდებლად. და შენც ძალიან ჩვეულებრივად შეგიძლია რომ პასუხი გასცე. Facebook-ს და Instagram-ს არ აქვს ეს საშუალება, რომ ესე გამოიტანო კომენტარი საჯაროდ და ვისაუბროთ. გავბრაზდი? არა. იმიტომ რომ ლოგიკურია 36 წლის გავხდი და ისე გავხდი არა ვხდები ახლა დეკემბერში და ლოგიკურია რომ ისე აღარ გამოვიყურები როგორც 16 წლის. ან 25 წლის. გეთანხმებით 2019 წლის ფოტოებს და ვიდეოებს რო ვუყურებ, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ. და დღეს რო ვუყურებ საკუთარ თავს, ვარ აბსოლუტურად სხვა ადამიანი. ჩამომეწია ქუთუთოები და ეს გამოიწვია ბევრმა ტირილმა. 2020 წლის შემდეგ ესე მაქვს თვალები. ჩამოწელილი და ჩამოღვენთილი და მოწყენილი. გავჭაღარავდი 2020 წლის შემდეგ. და ღმერთმა ყველას გაშოროთ, რას მე გავიარე. პანდემიის დროს მე ვიყავი ამერიკაში, როცა ორივე მშობელი ერთმანეთის მიყოლებით გარდამეცვალა. რამოდენიმე თვეში. მამის პანაშვიდზე და დასაფლავებაზე ვერ ჩამოვედი. დედა გარდაცვალების დროს ვერ ჩამოვედი, მაგრამ ვერ ვნახე. იმიტომ რომ საავადმყოფოდან გამოგვატანეს შავი პარკით. ბავშვი დამრჩა მანდ და რამოდენიმე თვე ვცდილობდი რომ წამომეყვანა ამერიკაში. ამ ყველაფერს გაუძელი მედგრად. ისე რომ არ ვიმჩნევდი. წელიწად ნახევარი ვიყავი ანტიდეპრესანტებზე, ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ და საკმაოდ გავსუქდი კიდეც. დამერღვა ფარისებრი ინსულინის რეზისტენცია დამეწყო და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება საშუალებას. თქვენ რა იცით მე ისი საშუალება მაქვს? თუ უბრალოდ ცნობილი რო ვარ, ამიტომ გოგონიათ რომ ბევრი ფული მაქვს, ან ამერიკაში რო ვცხოვრობ, შენ რა გიჭირს ამერიკაში ხარ? არა. მეც ერთ-ერთი ჩვეულებრივი რიგითი ემიგრანტი ვარ, როგორც ყველა. შეიძლება არასწორად ვიქცევი, მაგრამ არც ხეული გამიყიდია, არც სული გამიყიდია, არც ღირსება, არც მორალი. ჩემი კეთილდღეობისთვის. თუ რამეს მივახციე სუფთად, ჩემი ნიჭიერების და შრომის ხარჯზე და ამით ძალიან ვამაყობ. ხო. რაც შეეხება ფილერებს და ბოტოქსებს არ ვიკეთებ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ბუნებრიობა და ბუნებრივად დავერვა არ ტეხავს. ხო, თმის შეღებას რაც შეეხება ვიღებავ ხოლმე, მაგრამ ეხა დიდი ხანია მივუშვი და ვფიქრობ, რომ საერთოდ ფერი შევიცვალო. ეხა იმასაც მეტყვით, რომ თმას რატო არ იღებაო? მაგის ფულიც არ გაქო? კი, მაგის ფული მაქვს ნამდვილად. მერე დაბოტოქსდები და იტყვიან, რომ აეწყო. ხო და მოკლედ ესე მირჩევნია. მე ვფიქრობ, რომ ასაკის კვალი ნორმალურიც არის და აწი დავბერდები, ხო, აღარ გავახალგაზრდავდები. ამიტომ თუ მოგწონვართ ისეთი როგორიც ვარ და მიმიღებთ ისეთ როგორიც ვარ, ძალიან გამიხარდება. კოცნით ყველას, მიყვარხართ, ცხოვრება მაინც მშვენიერია. მიუხედავად ყველა ტკივილისა, ცხოვრება მაინც მშვენიერია.
იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი რამ გველოდება და რაც არ გკლავს გვაძლიერებს. ხო, ყველას მინდა მშობლები გითხრით გრძელოთ, 100 წელი გავდეთ ყველას და არასდროს არ განგაცდებინოთ ის, რაც მე გავიარე. ძალიან ადრე ასაკში. კოცნით მიყვარხართ წარმატებები.